მნიშვნელოვანი კომისიის სხდომების პერმანენტული გაშუქება ამ ბლოკის ერთ-ერთი მიმართულება საერთოდ დაეხმარება სამთავრობო იმედებს, რომლებიც სხვა ქვეყნებს ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი არის EMCDDA-ის 15 წლის აპრილში და მნიშვნელოვანი ზურაბ სიხარულიძე ნარკოლოგია ეს კომპლექსური ღონისძიებები თავის სტატისტიკის პროგნოზით ძალიან შეგვიწყობს ხელს 2014 წელს გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კუთხით, კერძოდ მოხმარება მოიკლო დაახლოებით 90%. ამ განცხადებას ჩვენ ვაკეთებთ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე და ძალიან მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ის მიღწევები, რაც რეალურად აქვს სახელმწიფოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კუთხით, დამსახურება არის იმ კომპლექსური მიდგომისა, რასაც საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მინდა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანია. კამპანიის ფარგლებში სახელმწიფომ რეალურად მიიტანა მოსახლეობის ყველა სეგმენტამდე ის გზავნილები, რომლებიც აქვს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის კუთხით. მაისის შემდეგ რაც ამოქმედა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონი და ზოგიერთი ნივთიერება გახდა დასჯადი, მისი გამოყენება ძალიან შემცირდა მისი შემოტანის რაოდენობა. მაისის შემდეგ საქართველოში ჩვენს მიერ საბოლოო სამსახურის მიერ დაფიქსირდა 6 შემოტანის ფაქტი, რაც საგრძნობლად მცირეა მანამდე, სანამ კანონი ამოქმედებოდა, თუ თვეში სადღაც 5-დან 10 ფაქტამდე იყო. ბოლო 7 თვეში შესაბამისად 6 ფაქტია, ხოლო ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 31 ოქტომბრის, მას შემდეგ არც ერთი ფაქტი შემოტანის არ დაფიქსირებულა. ბოლო 6 თვის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა თუნდაც არასტაციონარული, არამედ ამბულატორიული მომსახურების ამ ტიპის დამოკიდებულების პაციენტების მიმართ. რა თქმა უნდა, ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება 2014 წლის მაისში მიღებულ კანონს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ენიჭება კომპლექსურ მიდგომას სხვადასხვა უწყებების მიერ ამ აღნიშნული პრობლემის მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ენიჭება პრევენციის მექანიზმებს იმ კამპანიას, რომელიც გაწეული იქნა ამ ხნის განმავლობაში.